unboxing-ი. ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან პირველად გამოვიწერე აპლიკაციიდან, რომელიც იყო სრულიად ბერძნულად და არ ითარგმნებოდა. გამოვიწერე ბერძნულ ენაზე და ჩემი სამთვიანი მეცადინეობის შედეგად ესეთი ტესტი მოვუწყე ჩემს თავს და ფაქტია რომ წარმატებით ჩავაბარე, იმიტომ რომ მოვიდა რაღაცა. ნახოთ ახლა ერთად. ეს არის განტის ლოფერები, რომელიც ვიცოდი როგორც იყო ძალიან მომწონდა, უბრალოდ აღმოვაჩინე City Mall-ში თბილისში და ღირდა ძალიან ძვირი 500 ლარი, ანუ 450 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ ყავია და კარგი ხარისხია და ასე შემდეგ, მაინც ძალიან ძვირია, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ გამოვწერდი ნახევარ-ფასში და ესეც მოხდა. 90 евро ღირდა და არის ზე იდეალური, ნამდვილი ჩემთვის კლასიკური ლოფერი. როგორც იცით, წინა არკეტის ლოფერი იყო უფრო მატოვი და ეს არის პრიალა და ვერ აგიხსენებთ, რამდენად კომფორტული არის, ეს მეცვა მოვიიგე, უბრალოდ ფასის გამო არ ვიყიდე თბილისში და ეხლა როდესაც ესეთი ამხელ ფასდეკლებით აღმოვაჩინე, რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულა, იმიტომ რომ ველოდებოდი ეს აპლიკაცია, საიდანაც გამოვიწერე, არის ჩემი ახალი აღმოჩენა. აღმოვაჩინე რამოდენიმე დღის წინ და ისეთი კარგი რაღაცაები აქვს, თითქმის ყველანაირი ბრენდი არის. ერთი მინუსი ის არის, რომ უცხო ენაზეა, მაგრამ ვებსაიტიდან როდესაც შეხვალთ Google Translate-ით შეიძლება რომ მაინც გადმოგითარგმნოთ, ამიტომ დავწერ აუცილებლად აღწერაში და შეგიძლიათ ნახოთ და გადახედეთ, იმიტომ რომ თითქმის ყველა ბრენდი არის იმაზე დაბალფასად, ვიდრე საქართველოში გვაქვს, ამიტომ მგონია ძალიან კარგი ვარიანტია. ამ ოფერისთვის ვიყიდე ასევე Zara-ში ჯინსები, რომელიც ფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება ამ ოფერებს, გაჩვენებთ ახლავე. ამბობთ, რომ სულ barrel jeans მაქვს და ესეთი ფართუნა და ასე შემდეგ და ძალიან მინდოდა სწორი დგომის ჯინსი. აუცილებლად ჩავიცმო და ისიც გაჩვენებთ, რომ კარგად ნახოთ. ძალიან ლამაზი ფერი აქვს, მომწონს ესეთი ფერის ჯინსები და ასევე ხუნტაში გამოვაყოლე ესეთი ზედა, რომელიც ძალიან გავს კოსის ზედას. ფასი რა თქმა უნდა კოსზე ბევრად დაბალი ქონდა, 19 евро ღირდა და ლამაზი არის ჩემი აზრით. მგონია რომ კარგად დავასტაილინგებთ ახლა და ნახოთ აუცილებლად დამწერეთ თქვენი აზრი, ჩაცმოს ახლა გაჩვენებთ. ვაუ! ულამაზესია, როგორც ვიფიქრე, ძალიან მოუხდა ეს შარბალი ამ ლოფერებს. არ ვიცი, კარგად არ ჩანს სამწუხაროდ. ეს ლოფერები არის რაღაც სასწაული. ულამაზესი დგომა აქვს მართლა. აუცილებლად გამიზიარეთ, რას ფიქრობთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ეს ლოფერები არის სასწაული. ეს უკვე მქონდა ჩაცმული City Mall-ში და ვიცოდი, რასაც ვიწერდი. ამიტომ შემიძლია თავი დავდო ამის კომფორტზე, რომ გვატარებს ძალიან ბევრს ისე, რომ არ დაგვექნება ფეხები. ჯინსად შეეხება, მომწონს ფერი, მომწონს დგომა და ყველაფერი, მაგრამ არ მომწონს ის, რომ Zara-ში ყველაფერს აქვს წუნი, რომც გადავცვალო ახლა მაგალითად ეს ქარხნული წუნის გამო და სხვა ვიღო, იმას თავისებური სხვა ტიპის წუნი ექნება და ძალიან დავიღალე ამ პროცესით, იმიტომ რომ სულ არის რაღაცნაირად ბრაკი კოლექცია. მაგალითად ამ შემთხვევაში ეს ნაკელი მოდის უფრო წინ, აი აქ, ვიდრე მარცხენასი და ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ არ ვიცი ვფიქრობ ღირს თუ არა ახლა მოლში წასვლა ამის გამო. ალბათ ღირს. რატომაც არა, რატომ უნდა შევარგო, ვერ ხვდები და რატომ უნდა გაყიდონ ესეთი ქარხნული წუნიანი ტანსაცმელი და რატომ მოვიტყუოთ თავი პრინციპში, იმიტომ რომ არ არის ისეთი ფასი, რომ ანუ 39 евро ღირს რეალურად და რის გამო უნდა ვიაროთ წუნიანი ტანსმით. ამიტომ წავალ თავს ვაიძულებ. ამ ზედას რაც შეეხება იდეალური არის, რა ვიცი, ძალიან ლამაზი ფერი არის, როგორც გითხარით, გავს კოსის მაისურებს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ახლა დაგემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ დღეს. დროებით. მეგობრებო, ძალიან კარგი unboxing-ით ვარ თქვენთან მოსული და მგონია, რომ თქვენც გაგიხარდებათ ეს პარკი გავხსენი. ეს გამოიყურება ჩემი ახალი DJI-ის მიკროფონი და მგონი დავისვენებთ ყველა მეც და თქვენც. უკვე ჩემ ხმას გაიგებთ კარგად. ეხლა ისეთ გარემოში ვარ, რომ თან იდეალური არის დასატესტად
ძალიან დიდი ხანია ეს კამერა უკვე მაქვს, მაგრამ კრეატორ კომპო არ შემიძლენია, იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ არ იყო იმ პერიოდისთვის საჭირო, არ მჭირდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დამჭირდა მიკროფონი კონკრეტულად, სხვა ყველაფერი ასთვისე მაქვს. არ მომწონდა ეს დიდი ზომის მიკროფონი, რომელიც რეალურად პატარა არის, მაგრამ მაინც მიდიდებოდა და გამიხარდა, რომ DJ-მ გააკეთა ეს ახალი მოდელი, მიკროფონი პატარა მინი ზომის და ეხლა გავხსნათ და ერთად ვნახოთ. მე შევკვეთა მხოლოდ ერთი ცალი, არის კიდე კომპლექტში ორი ცალი როდეოს, მაგრამ სამაგი ღირს და ორი არ მჭირდებოდა, ამიტომ ერთი შევიძინე, თან საკმაოდ ეკონომიურია და თავისი ჩანთა და რაღაცებიც მოყვება. აი ესეთი ჩანთა მოყვება, ძალიან საყვარელი. ეს არის ქარში რა უნდა დავამაგროთ ერთ. ეს არ ვიცი რა არის და გავერკვიო. ეს არის თვითონ მიკროფონი და ნახეთ რა საყვარელი და რა პატარა. არ დამეკარგოს, ისეთი პატარა. ეს არის მიმღები ხმის რისივერი. და კიდევ გვაქვს ეს, რომელიც არ ვიცი რა არის, სიმართლე რომ გითხრათ. და ესეთი USB გვაქვს. კიდე აქ არის სტიკერები და ინსტრუქცია და რაღაცეები და მაინც ვნახოთ. მომწონს DJI-ის ხარისხი და პროდუქცია, როგორც Apple-ის არის ძალიან დახვეწილი და მაღალი დონის ბრენდი, ასევე არის ჩემთვის DJI ძალიან მიყვარს. მოდი ახლა ჩვენ დავაკონექტოთ ეს ყველაფერი და გავერკვიოთ კარგად რა რას აკეთებს. ერთი. იმედია ისმის ჩემი ხმა. ძალიან დიდი ხანი დავხარჯე ამის დაყენებაზე და დაკონექტებაზე. 1-15 წუთია ვეწვალები. ამ receiver-ს ვერ გავუგებ ვერაფერი, მაგრამ ეხლა იმედია ისმის. DJI-ის კამერას პირველად მარტივად დავუკავშირებ და ტელეფონზე ცოტა ვწყალობ, იმიტომ რომ კამერას არ აქვს support-ი ამ მიკროფონის და Bluetooth-ით ესე მარტივად არ ხდება და receiver-ი გჭირდება და მოკლედ ცოტა საწვალებელია, ამიტომ მე არ მიყვარს წვალება და გამოვიყენებ მხოლოდ კამერასთან ერთად. დღეს კვირა დღე არის და მოვედით ჩოგბურთის სათამაშოდ. ნახეთ როგორი ცარიელია კვირას. აი, ამთავარია ჩვენ ვინმე გაგვიღოს სკორტი. აქ არის ესეთი რესტორანი, რომელიც დღეს დაკეტილი არის. ძალიან გემრიელი კერძები აქვს სხვათა შორის. თამაშობენ. ახლა წამოვიღებთ ბურთებს. რა კაია დღისით, სულ სხვანაირია, ხო? კომფორტულად. აინტერესებს როგორ. შოქი ვარ.
გაილოცოს, ვინც ეს მოიფიქრა.